პროდუქტების მართვის დეპარტამენტი ერთ-ერთი ძველი სტრუქტურული ერთეულია თეგეტა მოტორსში. ეს დღეობით ჩვენ მივიღეთ რომ გვაქვს 9 ძირითადი მიმართულება. ეს არის საბურავების მიმართულება, არის საცხებ-საფოხი მასალების მიმართულება, არის სუბუქი ავტონაწილების მიმართულება, სატვირთო ავტონაწილების მიმართულება, სპეცტექნიკის დანიშნულების ავტონაწილების მიმართულება, აკუმულატორების, ავტოსერვისის დანადგარების მიმართულება, ინსტრუმენტების და ინდუსტრიული მიმართულება. დღესდღეობით ყველაზე დიდი მიმართულება, რომელიც აი რეალიზაციის და თავის მოცულობის მიხედვით არის საბურავების მიმართულება, რომელიცაც კომპანიაში უჭირავს დაახლოებით 40% წილი კომპანიის რეალიზაციებში. გუნდში ვართ 6 ადამიანი, ძირითადად გუნდი დაყოფილია ორ მიმართულებად, შესყიდვებისა და გაყიდვების მიმართულება. 2025 წელს საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს. 9.5 მილიონი საბურავის გაყიდვას ვიგეგმებით, მთლიანად სრული სპექტრი რომ მოვიცათ სუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით, რაც თანხაში 130 მილიონ ლარს შეადგენს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი და წელს გვაქვს ეს უდიდესი გამოწვევა მიზნად, რომელსაც ვფიქრობთ, რომ აუცილებლად შევასრულებთ გუნდურობით. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს გიგანტურ ბრენდებთან, ნომერ პირველი ბრენდი არის მიშლენი, ბრიჯსტოუნი, კონტინენტალი, პირელი. სამასად ასეთ ბრენდებთან ურთიერთობა გვაძლევს ჩვენ ამ კონკურენტულ უპირატესობას ბაზარზე, რაც გააჩნია თეგეტას დღესდღეობით. შემდეგი მიმართულება არის ნაწილების მიმართულება, რომელიც სამი მიმართულებად არის გაყოფილი, არის სუბუქი ავტონაწილების მიმართულება, არის სატვირთო ავტონაწილების მიმართულება და არის სპეცტექნიკის, ეგრეთ წოდებული ყვითელი ტექნიკის ნაწილების მიმართულება. ეს სამივე ცალკე აღებული ძალიან დიდი და მსხვილი ჯგუფებია. ჩვენი დეპარტამენტი შედგება ორი განყოფილებისგან, ერთი არის ადგილობრივი და სწრაფი შეკვეთების განყოფილება, ხოლო მეორე გეგმიური მომარაგების განყოფილება. რაც შეეხება გეგმიური შეკვეთების მიმართულებას, აქ მუშაობს 11 ადამიანი. ჩვენ პირველ რიგში გეგმავთ თუ რა ასორტიმენტი უნდა გავანაწილოთ თეგეტას ფილიალებში, შემდგომ ვახორციელებთ კონკურენტულ ფასწარმოქმნას, გეგმავთ გაყიდვების აქციას და ვეხმარებით ამ ბიზნეს პროცესში ჩართული ადამიანების ყოველდღიურობის გამარტივებაში, რათა გაყიდვების პროცესი სწრაფად და მარტივად წარიმართოს. მოგეხსენებათ, ავტომობილს აქვს საშუალოდ 30,000 ნაწილი. შესაბამისად, ჩვენ ყველა ნაწილი აქ ადგილზე ვერ გვექნება და სწორედ ამიტომ ადგილობრივი და სწრაფი შეკვეთების განყოფილება გვეხმარება იმაში, რომ დეფიციტური პროდუქცია ჩვენს მომხმარებელს მოუტანოთ უსწრაფეს ვადებში. ამ განყოფილებაში მუშაობს 40 ადამიანი. წლის განმავლობაში სუბუქი ნაწილების მიმართულება აგენერებს 50 მილიონი ლარის შემოსავალს და ჩვენ ამ მიმართულებით ვართ ბაზრის ლიდერები, თუმცა ჩვენი ამბიციები არის, რომ ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო მეტად გავიმყაროთ და მომხმარებლის ყოფილებაც უფრო მეტად გავზარდოთ. ჩვენი მიმართულება ძალიან სპეციფიურია, სახელწოდებიდანაც თუ ვიშელებთ სპეცტექნიკა ქვია. ჩვენი მიმართულება მოიცავს საგზაო სამშენებლო ტექნიკისთვის after sales support-ს ძირითადად და გამომდინარე მულტიბრენდულობიდან ძალიან ბევრი ტიპის ტექნიკასთან გვაქვს და ძალიან ბევრ მომწოდებელთან კომუნიკაცია, როგორც ევროპაში, ისე ახლო აღმოსავლეთში, ინგლისში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, რომ ესა თუ ის აგრეგატი, რომელიც ძალიან ძვირფასია ხშირ შემთხვევაში, შეირჩეს მაქსიმალურად ზუსტად და მაქსიმალურად მალე მოხდეს მისი ტრანსპორტირება და მომხმარებლამდე მიტანა და დაყენება. ჩვენ ყოველდღიურად დაახლოებით 30%-ით ვიზრდებით, როგორც მიმართულება წლიდან წლამდე. გამოწვევებმა ბოლო დროს ძალიან იმატა ჩინეთის ფაქტორიდან გამომდინარე. ჩინეთის წილი უკვე დაახლოებით ბოლო 3 თვეში 300,000 ლარზე მეტია. რაც ვფიქრობთ, რომ მზარდია და ჩვენ შემდეგი ეტაპი არის მთლიანად ჩინური პროდუქციის ათვისებაზე და მის საქართველოში ჩამოტანა რეალიზაციაზე. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გქონდა ახლა ფოთისპორტთან, გემის ძრავებია, რომელიც აბსოლუტურად ჩვენთვის უცხოხილი იყო, თუმცა ტენდერში გავიმარჯვეთ. ყველაზე ისეთი არაპირდაპირ ავტომობილთან დაკავშირებული მიმართულება ეს არის ინდასტრი. ეს არის მიმართულება, რომელიც ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული მაგალითად საგზაო კომპანიებთან, ასფალტის მწარმოებელ კომპანიებთან და იმ კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ საგზაო ინფრასტრუქტურას.
ასევე უზრუნველყოფენ მდინარეებიდან ხრეშის მოპოვებას, შემდგომ ამის გადამუშავებას და მშენებლობაში ვინც არის ჩართული. შემდეგი მიმართულება ასევე სიდიდით ძალიან მნიშვნელოვანი არის საცხებ-საფოხი მასალების, ეგრეთ წოდებული აი ზეთებს, რასაც ეძახიან ავტომობილისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ძრავის და მთავარი აგრეგატების გამართულ ფუნქციონირებას. ჩვენ ვსაუბრობთ საცხებ-საფოხ მასალების მიმართულებაზე, რომელიც აერთიანებს 30-მდე ბრენდს Tegeta Holding-ში. ამ 30 ბრენდიდან ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ისეთი მსოფლიო ბრენდები და გამოვარჩიოთ, როგორებიც არის Shell, Mobility, Motori და Petronas-ი. აღნიშნული ბრენდები ჩვენს ასორტიმენტში სრულად ფარავს ნებისმიერ მოთხოვნას, როგორც მსუბუქი მიმართულებით, ისე სატვირთო, ინდუსტრიული და საზღვაო დანიშნულების საფოხ მასალებს. ანუ ერთი შეხედვით ეს პროცესი შეიძლება მომხმარებლის გადმოსახენ და საკმაოდ მარტივი არის, რომ მაგალითად მე მინდა ჩემ მანქანაში ესეთი რომ შევცვალო, მოვედი კონსულტანტმა ნახა, ჩაასხა და მორჩა, მაგრამ სინამდვილეში იმდენად ბევრი ტექნიკური ნიუანსი არის და ამიტომ ამ მუდმივ სწავლებას, განვითარებას და ამ ცოდნის მუდმივ ერთი ხრივ მიღებას და შემდგომ გაზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საცხებ-საფოხი მასალების დეპარტამენტი შედგება 6 თანამშრომლისგან. ჩვენი მიზანია უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ როგორც საკუთარი, ისე თანამშრომლების კვალიფიკაცია, რათა კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევქმნათ იმ მომხმარებლებს, რომელიც ჩვენთან 30 წელზე მეტია თანამშრომლობს. 2025 წელს ჩვენ გვინდა განავითაროთ სხვადასხვა მიმართულებები, მათგან შეგვიძლია გამოვარჩიოთ საავიაციო მიმართულება. და ამ მიმართულებით პირველი შეკვეთები და მიწოდებები უკვე განვახორციელებთ. როგორც ჰოლდინგი, ისე მიმართულება ორიენტირებული ვართ ვიყოთ პირველები და ნებისმიერი ავტომწარმოებლის ტექნიკური მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ სრულად და პირველებმა. რაც დრო გადის, მით უფრო ასეთი მოთხოვნები უფრო მკაცრდება, იგივე მაგალითად ელექტრო მოწყობილობები ავტომობილში ალბათ 100-ჯერ და 200-ჯერ მეტი გაჩნდა, ვიდრე ადრე არსებობდა. ანუ ამისთვის კიდევ უფრო მეტი დენის წყარო ჭირდება ავტომობილებს და ზუსტად აი აკუმულატორის ფუნქცია ზუსტად ეგ არის, რომ დენის უწყვეტობა ყოველთვის არსებობდეს ავტომობილში. ამიტომ აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ბრენდების ქონა, რომელსაც ყველაზე დიდი რესურსი აქვს მუშაობაში. განადგარების მიმართულება ერთ-ერთი პირველი მიმართულება არის მას შემდეგ რაც Tegeta Motors-ი შეიქმნა, ჩვენ უწევთ რეალიზაციას ავტოსერვისის დანადგარებს, ასევე ინსტრუმენტებს და გვაქვს ახალი მიმართულება დამატებული რამოდენიმე წელია სულ სასაწყობე მიმართულებით, ანუ აღჭურვოთ საწყობებს. გუნდში გაერთიანებული არის 4 თანამშრომელი, მათი საქმიანობა არის შესყიდვები, გაყიდვები. ასევე ჩვენს მიმართულებაში შედის ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. ჯამში არის 13 ადამიანი, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ემსახურებიან ჩვენი გაყიდული დანადგარების მონტაჟს და შემდეგ საგარანტიო მომსახურებას უწევენ ამ გაყიდულ დანადგარებს. მართალია ძალიან დიდი დაფარვა გვაქვს საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ყველა ქალაქსა და სოფელში არ აქვს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ გვყავს ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ჩვენგან ყიდულობენ პროდუქციას და შემდეგ ყიდიან იმ ადგილებში, სადაც თვითონ ოპერირებენ. დანადგარის მიმართულების რეალიზაცია არის დაახლოებით 20 მილიონი ლარი. წელს გეგმავთ განვითარდეთ კიდევ, დავიმატეთ რამოდენიმე ახალი ბრენდი და გეგმავთ ახალი მიმართულებებით განვითარებას. დანადგარებთან ერთად ახლოს ყოფი არის ინსტრუმენტების მიმართულება, ესეც ძირითადად ბიზნესისთვის მიმართულება და არ არის end user-ისთვის გათვალისწინებული. რადგან შედარებით ახალგაზრდა დეპარტამენტი არის Tegeta Motors-ში ხელსაწყოები, ვცდილობთ, რომ ისეთი პროდუქტები დავამატოთ, რომელიც აქამდე არ ყოფილა, მაგალითად ჩვენ კომპანიაში, მაგრამ გავრცელებული იყო ბაზარზე. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის სოფლის მეურნეობის მიმართულება, დაახლოებით 2000-მდე პროდუქტი გვაქვს. გვაქვს სხვადასხვა ბრენდები, სხვადასხვა ხარისხის მაჩვენებლები, ინდუსტრიული, სამომხმარებლო, DIY და ბიუჯეტურებიც. შესყიდვებში ვართ 2 თანამშრომელი. გაყიდვებში დაახლოებით გვყავს ჯამურად რო ვიანგარიშოთ 10 თანამშრომელი და ამ გუნდს დიდი დამსახურება აქვს. გვყავს ჩვენ გუნდში 10 წლიანი სტაჟიც, 12 წლიანი სტაჟიც, 8 წლიანი სტაჟიც და ჩემი აზრით ძალიან მოსწონთ ეს საქმე და იმიტომაც ესე განვითარდა საკმაოდ ეს მიმართულება. ასევე პროდუქტების მართვის დეპარტამენტში არის ცალკე განყოფილება, რომელიც არის ადგილობრივი შესყიდვების განყოფილება. მოკლედ რომ წარმოვიდგინოთ, ამ განყოფილების მიზანი რა არის? ავტომობილი, როდესაც მოდის ჩვენ სერვის ცენტრში, მას შეიძლება ესეთი დეტალები ესაჭიროებოდეს, რომ მაგალითად კონკრეტული დეტალი იმ წუთში ჩვენ ადგილზე არ გქონდეს, ან შეიძლება ისეთი სპეციფიური დეტალი იყოს, რომელიც საჭიროებდეს რაღაც გადაკეთებას, ან რაღაც მოკლედ ამისათვის არსებობს ეს განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე სწრაფად მოძიებას.
თუ ადგილობრივ ბაზარზე შეუძლებელია ამ დეტალების მოძიება, გვიწევს მე სწრაფი შეკვეთის შეთავაზება მომხმარებლისთვის სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებიდან, ვახორციელებთ შეკვეთებს. დაახლოებით 10 დღიდან 20 დღემდე შუალედში ჩამოგვაქვს სწრაფი შეკვეთები და დავამატებ იმას, რომ ჩვენ ასევე 3 მიმართულებაზე ვმუშაობთ. ეს არის მსუბუქები, ეს არის სატვირთო მიმართულება და ასევე სპეცტექნიკა. ჩვენ დაახლოებით 40 თანამშრომლამდე გვყავს ამ განყოფილებაში, რომელიც გადანაწილებულია სხვადასხვა ფილიალებში, რეგიონებშიც მათ შორის. ჩვენ მუდმივად ვიზრუნავთ, რომ მომწოდებლების ბაზა განვაახლოთ, შესაბამისად ფართო არჩევანი შეგვიძლია მომხმარებელს შევთავაზოთ როგორც დეტალის ხარისხში, ბრენდში, ასევე ფასებში. ამისად აქ პროფესიონალიზმი კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის. მოკლედ ჯამში რო თქვა პროდუქტების მართვის დეპარტამენტზე ეს იმდენად სპეციფიური საქმე არის, იმდენად ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს, უფრო მეტწილად. გუნდის წევრები არიან საკმაოდ დიდი ხანი არის, ვინც მუშაობენ კომპანიაში, ძალიან პროფესიონალი ადამიანები არიან და ძალიან კომფორტული არის მათთან მუშაობა, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტი მოთხოვნები მოდის ზოგადად ბაზრისგან და არასოდეს არ არის საკმარისი ის რაც ვიცით დღეს არასოდეს და ეს არის ყოველთვის გამოწვევა. ესე იყო გუშინაც 5 წლის უკანაც, 10 წლის უკანაც და დარწმუნებული არ ესე გაგრძელდება მუდმივად. შესაბამისად აქ უბრალოდ შესვენება არ გამოდის. უნდა აუცილებლად ყოველთვის ასეთ რეჟიმში უნდა იყოს მუდმივად სწავლის და სწავლების რეჟიმში.